ეს არის დღის არხი რადიო იმედზე ნინო მეუნარგიასთან ერთად ღია ეთერში დაგიბრუნდით დღის თემით თბილისის პიანო ფესტი 2025 სატელეფონო ხაზია დუდანა მაზმანიშვილი თბილისის პიანო ფესტის დამფუძნებელი პიანისტი მოგესალმებით მადლობა ჩართვისთვის და როგორც უკვე აღნიშნეთ 17-28 ივნისს თბილისი ტრადიციულად ქსელს საფორტეპიანო ფესტივალს უმასპინძლებს საქართველოს წლის მთავარი დღესასწაულია ყველა ასაკის მსმენელისთვის და რა თქმა უნდა გვაინტერესებს თუ ვინ გახსნის ფესტივალს, ვინ იქნებიან მონაწილეები, სად გაიმართება და როგორი იქნება დახურვა. მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი გველოდება და გისმენთ. Სიამოვნებით გაგაცნობთ ლევანდელ პროგრამასაც და ისევე ბავშვით მიხარია როგორც ბევრ ჩვენს ერთგულს მედელს. 17 ივნისს ფესტივალი იხსნება კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში სახელგანთქმული კანადელი პიანისტის მარკ ანდრე ჰამელინის კონცერტით. ის შარშან იყო პირველად ჩვენი ფესტივალის სტუმარი და იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ სულმოწმებით მის კონცერტს 21 ივნისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარსდგება პიანისტი ანდრიუს ჟლაბისი ვილნიუსიდან რომელიც სხვადასხვა გია ყანჩელის ნაწარმოებებსაც შეასრულებს და ის როგორც კომპოზიტორიც ცნობილია და საკუთარ ნაწარმოებებს 22 ივნისს ფესტივალს უბრუნდება მადრიდიდან ჩამოდის პიანისტი ალექსეი ვოლოდინი, ძალიან განთქმულია ასევე და ელისო ვერსალაძის მოსწავლე ყოფილი. 23 ივნისს შოპენის კონკურსის ლაურეატი ძალიან ქარიზმატული მარტინ გარსია ჩამოფრინდება, ეს დებიუტია მისი ჩვენი ფესტივალის ფარგლებში და საერთოდ საქართველოშიც. 24 ივნისს გვიბრუნდება კონსტანტინ ლიფშიცი, რომელიც უკვე ორჯერ წარსდგა ქართველი მსმენელის წინაშე ფესტივალის ფარგლებში. ის შვეიცარიიდან ჩამოდის. 25-ში კონსერვატორიის დიდ დარბაზში ასევე წარსდგება იტალიელი ვირტუოზი ფრანჩესკო ლიბეტა. რომელიც დაუვიწყარია მისი მართლაც დაუკვირველი ნაწარმოებების შესრულებით. 27 ივნისს მე გავმართავ სოლო კონცერტს ასევე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხოლო 28 ივნისს ფესტივალის დახურვა მიეძღვნება უფრო ახალგაზრდა მსმენელს კლასიკური მუსიკით და განსაკუთრებით საფორტეპიანო მუსიკით დაინტერესებულ ჩვენს უმცროს მეგობრებს. აქ კი წარსდგებიან ქართველი არაჩვეულებრივი პიანისტები ვალერიან შიუკაშვილი, დავით ალადაშვილი და კიდევ რამდენიმე სიურპრიზი გელით. კი ბატონო, კარგით რაც შეეხება სიურპრიზებს, რა თქმა უნდა, ამაზე ახლა თქვენ არის საუბრებთ და ჩვენ მსმენელი და მაყურებელი დაველოდებით ფესტივალს. როგორც აღნიშნეთ, მსოფლიოში აღიარებული პიანისტები ჩამოდიან და ქართული პიანისტებიც იღებენ მონაწილეობას და საინტერესოა ზოგადად ამ ფესტივალს თუ აქვს თავისი ისტორია. და მე რამდენჯერ იმართება. თუ პირველია. დარდება. დიახ. მეექვსე ფესტივალია, პირველი ნაბიჯები, ასე ვთქვათ, ჩვენ გადავდგით 2019 წელს და ძალიან რთული პერიოდი დაემთხვა ამის მერე, იმიტომ რომ პანდემიამ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ძალიან იმოქმედა საკონცერტო ცხოვრებაზე. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევძელით, რომ ჩაგვეტარებინა ყოველ ზაფხულს ეს ფესტივალი და მასში როგორც ძანეთ, არა მარტო მსოფლიოში განთქმული მოწვეული პიანისტები, არამედ ქართველი პიანისტებიც იღებენ მონაწილეობას. ჩვენ გვყავდა ედიტ სავიცკი, ნიკოლოზ ნამორაძე, გიორგი გიგაშვილი, ცოტნე ზედგინიძე, მარიამ ბაწაშვილი, თამთამ მაღრაძე, ასე რომ იმასაც ვაქცევთ ყურადღებას, რომ ეს რაღაც ხიდი და დიალოგი პიანისტებს შორის შენარჩუნდეს.
კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღნიშნეთ თქვენ, რაც შეეხება ხიდს და დიალოგს და მით უმეტეს, როდესაც საუბარია მუსიკაზე. საუკეთესო ხიდია ნამდვილად და გითხარით, წლევანდელი ფესტივალი იქნება თუ არა გამორჩეული წინა წლების ფესტივალებისგან, უკვე მე-6 წელია, რაც ატარებთ. და როგორია თქვენი მოლოდინი, რა თქმა უნდა, ჩვენ დამწე საზოგადოების რეაქციაც გვაინტერესებს წინა ფესტივალებიდან გამომდინარე. და აი რით არის გამორჩეული წლევანდელი ფესტივალი? იცით, ჩემთვის ყველა ყოველ წელიწადს გამორჩეული იყო რასაკვირველია და ცდილობდით რომ რაღაც ახალი ან რეპერტუარულად, ან მუსიკოსების სტილით რაღაც სიახლე შეგვეთავაზებინა ჩვენი მსმენელისათვის. შარშან მაგალითად დავამკვიდრეთ პირველად ეს საბავშვო კონცერტის ტრადიცია. ცნობილი მუსიკოსების ლეონარდ ბერნსტაინის მაგალითად ესეთ ფორმატის მსგავსად და იმდენად წარმატებული აღმოჩნდა და იმდენად შეუყვარდა ჩვენს მსმენელს, რომ როგორც თქვით, მართლაც მთელი წლის მანძილზე უკვე გვეკითხებოდნენ, გწერდნენ, ვერ წარმოგიდგენიათ აუარება ხალხი გწერს და გთხოვდნენ, რომ გავიმეოროთ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავიმეოროთ და დახურვის კონცერტზე ღიაცის ქვეშ ორბელიანის მოედანზე ასევე მიიღებენ ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობას ეს თბილისის დიაყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრი და მუსიკოსები. კი ბატონო, და რაც შეეხება ზოგადად მსოფლიო გამოცდილებას, ანუ მსგავსი ფესტივალები ტარდება თუ არა, უცხოეთში იღებენ თუ არა ქართველი პიანისტები მონაწილეობას და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ხიდის არსებობა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, პიანისტებს, მუსიკოსებს შორის? ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საერთაშორისო ფესტივალები, კონკურსები, აი ეს არის სწორედ ის პლატფორმა, სადაც ქართველ პიანისტებს და შემსრულებლებსაც აქვთ საშუალება, რომ სახელი კიდევ უფრო გაუთქვან ჩვენ საფორტეპიანო სკოლას, რომელიც ძალიან ცნობილია მერწმუნედ. და დაეუფლონ რაღაც ახალსაც, განსხვავებულსაც, სწორედ იმ მუსიკოსებისგან, რომლებიც წამყვან სცენებზე დგანან დღეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის მასტერ-კლასების ფორმატიც, ჩვენი სოლისტები კონცერტების მეორე დღეს ყოველთვის მუშაობენ ახალგაზრდა წარმატებულ და ნიჭიერ მუსიკოსებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გაიმეორონ რაღაც ისე როგორც თუთიყუშებმა და მიბაძონ ბრმად, არამედ უბრალოდ რომ მიიღონ ის საჭირო იმპულსები, რომ თავის თავშივე აღმოაჩინონ მათთვის ბუნებრივი და თვითმყოფადი ინტერპრეტაცია. კი ბატონო, და როგორც აღნიშნეთ, მსოფლიოში აღიარებული პიანისტები იღებენ მონაწილეობას ფესტივალში და რაც შეეხება საფორტეპიანო სკოლას, მნიშვნელოვანია ძლიერი ახალგაზრდები და საინტერესოა, როგორ შეფასებას გვაძლევენ საერთაშორისო დონის პიანისტები ჩვენ და რას ამბობენ ქართველ პიანისტებზე ჩვენ სკოლაზე. თუ გქონია განსხვავებული საუბარი. მოხიბლულები არიან ყოველთვის იმ ნიჭით და იმ შრომის მოყვარეობითაც და ჩვენი პედაგოგების მუშაობითაც, რასაც ხვდებიან მასტერ-კლასების დროს. თუმცა რასაკვირველია, რომ არ გვჭირდებოდეს მათი გამოცდილების გაზიარებაც, ეს გასაკვირიც იქნებოდა და მათაც ძალიან ბევრი კარგი გავლენა შეაქვთ ახალგაზრდა მუსიკოსების განვითარებაზე. თუმცა მართლაც გასაუცხარია ესეთ პატარა ქვეყანაში, როგორ შეიძლება რომ იყოს ამდენი წარმატებული და სასახელო მუსიკოსი. კი ბატონო, ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა და რაც შეეხება ახალგაზრდა მუსიკოსებს, ანუ წლევანდელ ფესტივალში რომელიმე ახალგაზრდა ისეთი ქართველი, რომელიც აღმოჩენაა, იღებს თუ არა მონაწილეობას? იცით, წელს არა, თუმცა მასტერ-კლასებში აი ვნახოთ, ველოდებით სასიამოვნო გაკვირვებას, იმიტომ რომ რამდენჯერმე გასული წლების დროს ეს ნამდვილად მქონდა და მიხარია, როდესაც სანდრო გეგეჭკორის ნაირი, ან გიორგი გიგაშვილის ნაირი პიანისტი დაიწყება და მე მოიგებს საერთაშორისო კონკურსს, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად
ჩვენთვისაც დიდი წარმატება და სასიხარულოა. კი ბატონო და ბევრი იქნება და არის რა თქმა უნდა მსურველი ფესტივალზე დასწრების და გაყიდვაში არის თუ არა კიდევ ბილეთები? არის, თუმცა უნდა იჩქაროთ, იმიტომ რომ 17 ივნისი უკვე ძალიან მალეა და ცოტა ბილეთები. კი ბატონო და აი ვინც ახლა შემოგვერთავს, მანავს გულისხმობ, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ აღნიშნეთ, ვინ გახსნის ფესტივალს, როდის გაიხსნება და ვინ დახურავს. თბილისი პიანო ფესტი ქალაქის სხვადასხვა დარბაზში გაიმართება. 17 ივნისს გახსნის ფესტივალს ცნობილი კანადელი პიანისტი მარკ ანდრე ჰამელინი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რასაც მოყვება თითქმის ყოველ საღამოს კონცერტები ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხოლო დახურვა ღია-ცის ქვეშ ორბელიანის მოედანზე 28 ივნისს. გელით ყველას და რაც მთავარია მასტერკლასების მოსმენა თუ გსურთ, დასწრება უფასოა. დიდი მადლობა ქალბატონ დუდანა, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. თბილისის პიანო ფესტი 2025 17 ივნისს გაიხსნება. დუნანა მაზმანიშვილი თბილისის პიანო ფესტის დამფუძნებელი პიანისტი იყო სატელეფონო ხაზზე. რადიო იმედის დღის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, მე კი დროებით დაგემშვიდობებით. მადლობა, ნახვამდის.